ვაჭმევინა ოლდენბურგებს და რაღაც სულელებს. ხორცი აქვს ძალიან ბევრი. სიმართლე რა გითხრათ, ეს 15 ლარი არ ღირს. შუისკენ ცოტა გამოსწორდა სიტუაცია. არ ვიცი ამის ამბავი მანქანაში როგორ იქნება, უნდა ვცადო. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს უნდა გადავამოწმო ფრაიბურგის შაურმა, 14 ლარიანი შაურმა ავიღე და ესეც საშაურმე ფრაიბურგი, ცოტინდადიანი 125 ნომერში ნაძალადევის მეტროსთან. გამოვიარე მადარჩი და ავიღე მერინგი, რომელიც ფასიც იყო 27 და 90, ხოლო შაურმა 14 ლარიანი იყო. ასე რომ დავიწყებთ შაურმით 35 წუთი მალოდინეს თუ მეტი არა. სავარაუდოდ ამ პურის გამოცხობა აგვიანებს ხოლმე. არა, ნამდვილად კარგია, ნამდვილად გემრიელია. ეს კომბოსტო სწორად არის დაჭრილი. ეს ინგრედიენტებიც ყველაფერი ერთმანეთს ძალიან უხდება. ვაჭმევინა ოლდენბურგებს და რაღაც სულელებს. ნუ ფრეშ შაურმა არის, გაითვალისწინეთ. აი მაინც ეთყობა რომ აი ხორცი არის ხარისხიანად დამარინადებული და ხორცის გემო მაინც მნიშვნელოვანია შაურმაში. ბოსნეულის გარეშეც გრანჭამი და აი მართლა გემრიელი იყო რა. კერძია რა, ჩვეულებრივი მრავალკომპონენტიანი კერძი. გადავიდეთ უნდა დესერტზე. არ ვიცი ამის ამბავი მანქანაში როგორ იქნება, უნდა ვცადო. ასე გამოიყურება შიგნით თქვენი მერინგი. ტენკერით გვაქვს. ნახოთ. ბრავო. ძალიან მაგარია. სულ ბეზე ნაზი კრემი, შიგნით ხილი, ცივცივი. ბრავო, ამა შეხედეთ. ფენა ლამაზად. ციშლება არა, ძალიან გემრიელი. არის ცივი ნაყინის ასოციაცია დაყვება. მე ფურად მიდის ჩემი შესვენება მეგობრებო დღეს. ასე რომ ყოჩაღ მადარც. მოგლედ გადავედი შეჯამება შეფასებაზე მეგობრებო, ნამდვილად გემრიელი იყო, შაურმა იყო სასწაული. ძალიან მიყვარს და ყველა ძალიან მაგიტომაც უყვარს, უკარგია და დესერტმაც ნამდვილად ადრე მქონდა ნაჭამი, მაგრამ ეხლა რაღაცა ბევრად მეტად მესიამოვნა, რატო არ ვიცი. ჩემი რეკომენდაციები ამ ორ კერძს აუცილებლად და სასურველია თუ ცენტრისკენაც გაგვიხსნია რა ამ ფრაიბურგს, იმიტომ რომ მე მგონი ვარ ხისტები იმდენს ვაქებთ. ასე რომ მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით შესვენებიდან, გადავამოწმოთ მატატას შაურმა. ამას აღამოს დესერტის დავაყოლოთ ჩვენ შაურმას, ჩემო მეგობრებო და ერთ ვიდეოში გავაერთიანოთ ორივე. 15 ლარი და ეს ორივე. აი აქ ცეცვითალაბი აბაშიძეზე. ასე რომ მოდი დავაგემოვნოთ სანამ გაცივებულა. 14 ლარი ეს შაურმა. პირველი ბეჭა. განვაახლეთ დიეტა. ნაკლები მაიონეზი თუ აკეთებინებ ხოლმე, იმიტომ რომ მეტი მაიონეზი თუ ყოთ გაკეთება. ხორცი აქვს ძალიან ბევრი. არ ვიცი, ასე თუ გიკეთებენ, ყველას ნეტა მაინტერესებს, დამიწერეთ კომენტარებში. ცოტა მეტი კეჩუპით უნდა მეთქვა. მაიონეზი რომ მოვაკლო ცოტა შალივით არის, მაგრამ ვერ იტყვი რომ შალია, აი ნახეთ კიდე რამდენი ხორცია. ძალიან სოყე შაურმაა და ზომას დიდი არის. დავიწყეთ, აბა ნახოთ როგორი აქვთ. ბანანით არის, შოკოლადი ხარისხიანი. ძიმეც არის, არა, სუბუქი. ვაფლები ქონდათ კიდე პლუს 1 ხა.
სიმართლე რო გითხრათ, ეს 15 ლარი არ ღირს, ნამდვილად არ ღირს. ცოტა მაინც მომწაროა რა შოკოლადი. არ არის ხარისხი მაინც როგორც მე ვიცი. მაგრამ ის ფასი რაც ღირს 7.9 შეიძლება თქვა რომ ნორმალური ფასია. მეორე შევინახავ დამშვიდობება უკვე კი მოქვს ჩაწერილი, ასე რომ გემრიელი იყო, გემრიელა ჩვენმა შესვენება, ბევრი ხორცი ქონდა შაურმას, აკლებ მაიონეზით ვაკნევინე, უფრო მეტი კეჩუპი რომელიც ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ საერთო ჯამში ფასთან შედარებით ნამდვილად დიდი ზომა იყო, გამიჭირდა ჭამა ბოლომდე. დამიწერთ თქვენი აზრით, როგორ მოგწონთ მატატა შაურმა, მომავალ შეხვედრამდე გამოწერა არ დაგავიწყე. თორე მეგონა რომ შუბავშჭამდე ლავაში გაყვეოთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი შესვენებიდან ვეიმარიო და აი მოვაკითხე ვეიმარის ფრეშ შაურმას, ეს არის 16 ლარიანი შაურმა და დესერტად დავაყოლებ ასორტი შევიძინე, ასეთი ალუბლის ექსი ნამცხვარი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კოლა-კოლით ჩავიკოკოლოზინებ ხელს, ასე რომ მოდი დავაგემოვნოთ, აბა როგორია ჩვენი ვეიმარის ფრეში. აი ფრეშ შაურმა რაც შეეხება უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე ცივი და ასე რომ შეეგუეთ თუ გამოიძახებთ რომ მოვათ ცივი. ასე რომ მოდი დავიწყებ, მე უკვე შევეგუე. სიცხარეა თავიდან ბოტნეულიც მოვაკ, ბევრი ბოტნეული მოვაკ, ხორცი შედარებით ნაკლებად. მოდი შუასკენ ნახოთ როგორ იქნება. ძალიან დიდი ზომაა, კარგი ბრძოლა მომიწევს. გაუნაგრძეთ. შუისკენ ცოტა გამოსწორდა სიტუაცია, თორე მეგონა რომ შუბავშჭამდე ლავაში გაყვეობს. ასე გამოიყურება შიგნიდან. უდაოდ გემრიელია. ბოსნაული და ხორცი ხარისხიანი ჩანს. ეს კიტრები დიდი ნაჭრები რომ მომწონს, კლიენტად რომ გვხვდება. ზოგადად კიტრი შაურმებს თითქმის ყველას უკვე ამოღებული აქვს, რატო არ ვიცი, ძალიან უხდება განსაკუთრებით ფრეშ შაურმას. სველია თვითონ შაურმა, ზედმეტადაც სველია, ჩემი აზრით. გადავედით დესერტზე, პირდაპირ გადმოსწვევი იყო, ვეიმარის ასორტი ქვია და შევიარე, ალუბალი ძალიან მიყვარს და მოდი დავაგებო. ცომი ესეთია როგორც უნდა იყოს. რბილი და თან ხნადი. ალუბალი ბევრი აქვს შიგნი. თუმცა აი ალუბლის იმჟავე რაც არის და არომატი ნაკლებად იგრძნობა სამწუხაროდ. შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი შესვენება მეგობრებო, ვეიმარს ვესტუმრეთ დღეს და ნამდვილად მომეწონა შაურმა, ბოსნეულიც ავსე იყო, ძალიან სველი იყო, ხორციც ხარისხიანი იგრძნობოდა და ბოსნეული ჩიგნი, გემრიელი იყო ასე თუ ისე, ბევრ შაურმასთან შედარებით, რაც ფრეში გამისინჯავს, ასე რომ დადებითად ჩავაფასებდი, რაც დავარია, სუბუქი იყო მაინც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შევჭამე, ვფიქრობ, რომ უფრო პატარა ზომასაც გიახლებოდი და მეყოფოდა. არ დამამძიმა და ფრეში მაგიტომ მიჩვენია ხოლმე. რაც შეეხება დესერტს, დესერტს გემრიელი იყო, მაინც ალუბალია და მიყვარს ძალიან ალუბალი, თუმცა ალუბალს მე ვფიქრობ, აი ამდენ ალუბალს რო უშვები, გემოს როგორ უკარგავენ ხანდახან ვერ ხვდები ხოლმე, იმ არომატს რაც ალუბალს უნდა გქონდეს, ჩემი აზრით, ნუ დაუკარგავთ. ასე რომ დიდი მადლობა. ყურადღებისთვის, გამოწერა არ დაგვაუწყდეთ, მომავალ შეხვედრამდე.